თქვენთვის რაზე მეტყველებს, აი სტრატეგიულ ობიექტს ეხება, სტრატეგიულ პროექტს ქვეყნისას, იქ სადაც კომპანიის წილის მართვაში იყო ივანიშვილი და ჩხარტიშვილი, შეიძლება ითქვას, რომ კრახით დასრულდა ეს ისტორია და ამ ეტაპზე როგორც ჩანს, მათი თანამშრომლობაც დასრულდა. რა შედეგი მიიღო ქვეყანამ, რა შედეგი შეეძლო მიიღოთ მათ? მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რომ თავიდანვე ეს ჩინური კომპანია შემოიყვანეს CFC. ეს კომპანია იყო თავიდანვე ცხადად თაღლითური კომპანია, რომელიც დასანქცირებული იყო მაშინვე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, იმიტომ რომ ეს კომპანია კორუფციული გზებით და არახარისხიანად ასრულებდა სამუშაოებს სხვა ქვეყნებში, მათ შორის აფრიკის ქვეყნებში და მათ შორის ირანს ეხმარებოდა მაგალითად სანქციებიდან გვერდისავლაში. ანუ თავიდანვე საეჭვო კომპანია იყო და შესაბამისად ეს ინვესტიცია უკვე ბევრ კითხვას მოიცავდა. ამის შემდეგ ივანიშვილის და ჩხარტიშვილის აი ამ თქვათ საქმეში შესვლა და მათი ინტერესი ფოთის სპორტში დაემთხვა ანაკლის სპორტის გაჩერებას. ანუ ანაკლის სპორტი რო გაჩერდა მაშინ, ეს ერთის მხრივ გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მაშინ რუსეთს გაუწიეს ანგარიში ამ მხრივ და მეორეს მხრივ პირდაპირ ბიზნეს ინტერესი ჰქონდა, მათ შორის ივანიშვილს და ჩხარტიშვილს, იმიტომ რომ რა დროსაც გადაწყდა, რომ ანაკლის სპორტი უნდა გაჩერებულიყო, ეგრევე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ფოთის სპორტი უნდა გაფართოვებულიყო. ოღონდ ეს ფოთის სპორტის გაფართოვება რო წარმოვიდგინოთ, მაქსიმალურად რამდენადაც შეიძლება ეს გაფართოვებულიყო, ეს იყო და 18 ჯერ უფრო ნაკლები მაინც, ვიდრე ანაკლის სპორტი იქნებოდა, ანუ მასშტაბი არც კი ედრებოდა ერთმანეთს. როდესაც მოხდა აი ამ გაფართოვება, ამ ფოთის სპორტის გაფართოვება, აქ კომპანია Pace Group-ი ესეთი იყო, ქართული კომპანია, ამ კომპანიამ განახორციელა ეს ფოთის სპორტის გაფართოვების ღონისძიება და აქ ვინც იყო თეიმურაზ კერვალიშვილი, ირაკლი თათეიშვილი, თამაზ კაპანაძე, რამდენიმე პირი იყო, ასე ვთქვათ, ქართველი ბიზნესმენები, რომლებმაც შექმნეს ეს ჯგუფი, ყველა არის ქართული ოცნების შემომწირველი. ანუ ეს ადამიანები პირდაპირ იყვნენ ბიზნეს ივანიშვილთან და ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულები, მათ განახორციელეს ეს ფოთის სპორტის გაფართოების ასე ვთქვათ ღონისძიება, სამაგერად ქართულ ოცნებას შეწირეს 800,000 ლარი შემდეგი 3 წლის განმავლობაში და ანუ ეს იყო პირდაპირ ბიზნეს ივანიშვილის ინტერესი. რაც შეეხება ინდუსტრიულ ზონას. რაც შეეხება ინდუსტრიულ ზონას, ინდუსტრიული ზონა ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ლაშამ თქვა ნაწილობრივ და უფრო განვავრცობ, ხო? ინდუსტრიული ზონა არის რაღაცა ეკონომიკური ზონა ქვეყნებში, რომელიც გათავისუფლებულია დღგ-ის, იმპორტის, ქონების და მოგების გადასახადიდან. ანუ იქ შეგიძლია აწარმოო ბიზნესი და არაფერს არ იხდი ფაქტობრივად. არანაირი გადასახადს არ იხდი. ამის ჩანაფიქრი არის ის, რომ აი ამ მსგავსი ზონების შექმნით დაინტერესოს შენ საერთაშორისო კომპანიები, რომ შემოვიდნენ შენს ქვეყანაში და აი ამ ზონებში გადასახადებისგან თავისუფალ სივრცეში დაიწყონ რაღაცა დიდი წარმოები. აი ჩინეთი აკეთებს ამას ჰონგ-კონგში და სხვა ადგილებში. ეს საკმაოდ კარგი ჩანაფიქრია. ოღონდ საქართველოში არის 4 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ეს არის ფოთში, ქუთაისში, თბილისში და თუ არ ვცდები ბათუმში. და ყველა ეს განსაკუთრებით თბილისის და ფოთის ინდუსტრიული ზონა არის ივანიშვილის ბიზნეს ინტერესი და ივანიშვილის გავლენის ქვეშ. მართალია რომ ფოთის იმაში ინდუსტრიულ ზონაში მას ჰქონდა ჩხარტიშვილთან ერთად ბიზნეს ინტერესები, ოღონდ უნდა ვიცოდეთ რომ ეს გამჭვირვალე არ არის. ანუ იქ რა კომპანიები ჰქონდათ, ისინი იქ რას ინახავდნენ და იქ რას ასე ვთქვათ რა ვიცი რა სანქცირებულ თვითს ინახავდნენ, ან საერთოდ რა ქონებას ინახავდნენ იქ ისე რომ გადასახადებს არ იქნენ, ამაზე ჩვენ კონტროლი არ გვაქვს. და ადრა პასუხი მოთხოვეს მას შემდეგ, რაც არ გამოვიდა, იქ რაც უნდა გამოსულიყო. არაფერი არანაირი პირგასამტეხო არ გადაუხდია იმ კომპანიას, რომელიც გაუშვეს შინური კომპანია, ანუ არანაირი პირგასამტეხო არ გადაუხდიათ, მაშინ როცა მაგალითად გავახსენოთ მაყურებელს, რომ მაგალითად ნამახონა ჰესის ამშენებელი ენკასთან, როდესაც წავაგეთ დავა, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ თავის ძროზე დადო რაღაც კაბალური ხელშეკრულება და მე ეს ხელშეკრულება თვითონვე გააუქმა, ამის გამო 1 მილიარდი ლარი გვაქვს გადასახდელი იმ კომპანიისთვის, ანუ ეს ჩვენი გადასახდელი ფული არის და ამ დროს აგერ ივანიშვილის პარტნიორი ჩინური კომპანია, რომელმაც არაფერი არ გააკეთა ამ ფოთის ინდუსტრიულ ზონაში და ჩხარტიშვილმა და ივანიშვილმა გამოიყენეს მისი პირადი ინტერესებისთვის, ამას არანაირი პირგასამტეხო არ დაკისრებია ჯერჯერობით და არც არის მაგაზე საუბარი. ანუ აქაც ჩანს როგორ უდგებიან ისინი სახელმწიფო ბიუჯეტს, ხო? რაც შეეხება მაგალითად იგივე თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, აი ეს ბითური სწორად ახსნე ლაშამ, ამ ბითურში რო წარმოვიდგინოთ მასშტაბი, რამდენი ფული გააკეთა ბიზნეს ივანიშვილმა, ის ბაჩიაშვილის საქმე გვეხმარება მაგაში კარგად. 9,000 ბიტკოინს თხოვს ბაჩიაშვილის ბიზნეს ივანიშვილი, რაც არის 900 მილიონი დოლარის ღირებულების. ანუ 900 მილიონი დოლარი ამ კაცმა გააკეთა მხოლოდ მაგალითად თბილისის ინდუსტრიულ ზონაში და სხვა იქ არანაირი ეკონომიკური რაღაც დოვლათი არ შექმნილა ჩვენი ქვეყნისთვის. და დენის მოხმარებას რაც შეეხება მარტო ეს ივანიშვილის ბიტფური და ეს მისი კრიპტოვალუტების კომპანიები, რომელსაც მაშინ ბაჩიაშვილი ხელმძღვანელობდა, საქართველოს მთლიანი ელექტრომოხმარების 15%-ს მოიხმარდა. ანუ ეს იყო ხო, ეს იყო პარაზიტირება ჩვეულებრივად რაღაც საქართველოს რესურსებით და ეს ფოთის სპორტიც იყო ამის მაგალითი. ეხლა რაც შეეხება რატო გაიყო ამათი გზები
ანუ ერთი ამბავი არის ისევ სტანდარტულად როგორც ვახსენეთ სანქციების შიში და შესაძლოა ამ შემთხვევაში თავს იზღვევენ ამ ყველაფრით, იმიტომ რომ ხა სახელმწიფო საკუთრებაშიო დაბრუნდა ინდუსტრიული ზონა, სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნება ნიშნავს ივანიშვილის საკუთრებაში დაბრუნებას, იმიტომ რომ მან განსხვავება არ არსებობს არანაირი. შესაბამისად, ერთი შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არის სანქციებისგან რაღაცა გვერდის ავლის მცდელობა, მეორე მხრივ ხო ეხა ბიზნეს ივანიშვილს ბევრ მის ყოფილ თანაგუნდელთან და პარტნიორთან გაუფუჭდა ურთიერთობა, როგორც ჩინოვნიკებთან, ასევე ბიზნეს პარტნიორებთან, მათ შორის უჩა მამაცაშვილიც გაქცეულია ქვეყნიდან და გაფუჭებული აქვს ბიზნეს ივანიშვილთან ურთიერთობა, მათ შორის რუხაძეს და ამაზეც ვახსენეთ და გავივლი ცალკე. თუმცა ვანშხაძესაც შესაძლოა გავსის მდგომარეობა გვაქვს, რაც უფრო მეტად გაირკვევა მომავალში, მაგრამ ხო აი ეს კრიზისი აი ეს რაც მოვყევით ახლა რუხაძესთან და ივანიშვილთან დაკავშირებითაც რა გადალაგებებიც არის მათი კომპანიის დასაცავად გულისხმობ ცემენტის წარმოებას. ეს თქვენ რა დასკვნების გაკეთების საშუალებას გაძლევთ? ანუ ჩემი გადაცემის ამ ნაწილის მიზანია, რომ ერთის მხრივ ერთი აღიარებული კორუფცია, რაც ქართულ ოცნებას მოუწია, რომ საჯაროდაც ეთქვა, რომ თურმე სახელმწიფო დონეზე კორუფცია ყვავის, მაგრამ მეორე არის კერძო ბიზნესში რა ხდება, სადაც არის სახელმწიფო ინტერესი, არის ოლიგარქების ინტერესის თანკვეთაც, ხო? აი აქ ეკონომიკამ როგორ იზარალა და რა ჩრდილოვანი გადაადგილებებია. რუხაძესაც გითხარით, რას ფიქრობთ ივანიშვილისა და რუხაძის დამოკიდებულებაზე და ლაშასაც იგივე კითხვა. ხო, მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოში რა ცემენტიც იწარმოება, ცემენტი და ეს საშენი მასალა, მაგის 85% მოდის ჰაიდელბერგ ცემენტზე, რომელსაც დღეს რაღაც ქართული ცემენტი ქვია და რომელსაც ფლობს ბიძინა 2018 წლიდან ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი რუხაძე. ამ კომპანიის შემოსავალი ყოველწლიური საშუალო არის დაახლოებით 9 მილიარდი ლარი. ანუ 500 მილიონი არის ამ ასე ვთქვათ კომპანიის შემოსავალი და საქართველოში თუ რაიმე შენდება და თუ რაიმე მსგავსი პროექტი ხორციელდება, ყველაფერი აქედან მოგებას და შემოსავალს იღებდა ერთის მხრივ რუხაძე და მეორეს მხრივ ბიძინა ივანიშვილი. ეხლა თქვენ რაც აღწერეთ სიუჟეტში და რა ასე ვთქვათ გადანაცვლებებიც არსებობს, ეს ცალსახად არის სანქციებისგან თავის არიდების ასე ვთქვათ მცდელობა და ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ გავსი მაგალითი, ანუ 50% წილს რო ჩამოწდნენ ესენი აი ამ კომპანიებში, ეს აპრობირებული პრაქტიკა არის სანქციებისგან თავის არიდების, აი მაგალითად ბორჯომი ქართული კომპანია, რომელიც არის რუსი სანქცირებული ბიზნესმენის ფრიდმანის მფლობელობაში, ფრიდმანია თუ სწორად მახსოვს რა არის, იმისთვის რომ მაგალითად ის მის ბორჯომი არ დასანქცირებულიყო, ესეთნაირი რაღაც მოიფიქრეს, რომ ამ კაცმა მისი 51%-იანი წილიდან 2% გადაუფორმა სახელმწიფოს და სახელმწიფო გახდა 51% წილის მფლობელი, ფრიდმანი დარჩა 59% წილის მფლობელი, შესაბამისად ასე აირიდა თავისგან ბორჯომის დასანქცირება. აქაც მსგავსი ხდება, რასაც ვხედავთ, იმიტომ რომ 50% წილს ჩამოსდნენ ესენი რუხაძეც და ივანიშვილიც და შესაძლოა ეს არის თქო ერთი მიზანი. მეორე სხვა ჩვენ ისიც უნდა გავახსენოთ მაყურებელს, რომ მაგალითად წელს ირაკლი რუხაძემ ბრიტანულ სასამართლოში წააგო დავა პატარკაციშვილების ოჯახთან. და 170 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა პატარკაციშვილების ოჯახისთვის, იმიტომ რომ დაუდასტურდა მას, რომ მან და მისმა ბიზნეს პარტნიორებმა შეგდებულად გააკოტრეს ბადრი პატარკაციშვილის კომპანიები. მას ჰქონდა ვალდებულება, როგორც ოჯახის სანდო პირს, რომ ეს ბიზნესი, ასე ვთქვათ, ემუშავებინა და უზრუნველყო მისი გადაცემა ოჯახისთვის იმ ღირებულებებით, რაც იყო და მისგან მიმართულად გააკოტრა. ანუ ეს კაცის თაღლითია, რომელიც დაადასტურა ბრიტანულმა სასამართლომ, შესაძლოა ბიზნეს ივანიშვილის ესეც ფაქტორი იყოს. რომ ერთის მხრივ ხა რუხაძეს კი უნდა დისტანცირება ბიძინასგან, იმიტომ რომ ბიძინა დასანქცირებულია და შეიძლება უარესად დასანქცირდეს, მაგრამ ივანიშვილსაც უნდა დისტანცირება რუხაძესგან, იმიტომ რომ თაღლითი და აფერისტია, რომელმაც ერთი ოლიგარქის ოჯახი უკვე გადააგდო და ივანიშვილის ოჯახსაც იგივეს გაუკეთა. ძალიან მოკლედ სულ ერთი წუთი გრჩება, დავით, თუ გინდათ რამის დამატება ამ თემებზე და ხო, იცით რა, აი არაბულ ინვესტიციებზე მინდა ერთი თქვა, რომ ბევრი მithქმა არის, ამდენად კარგი თუ ამდენად ცუდი ინვესტიცია. ინვესტიცია ზოგადად კარგია ყველა, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან ესე საეჭო რაღაცები იკვეთება, აღმოჩნდა რომ თურმე 16,000 ბინის აშენებას აპირებენ საცხოვრებელი ბინის, უმეტესობაში უნდა განთავსდნენ უცხოელი მოქალაქეები და აქ კარგად უნდა იცოდეს, რატო არის ბიზნეს ივანიშვილი პირადად ჩართული ამ ყველაფერში ასე მძაფრად, ხო, ამ ინვესტიციაში. საქართველოში ჰაიდელბერგ ცემენტიდან დაწყებული, რომელიც ვახსენეთ, რომელიც ბიზნეს ივანიშვილის საკუთრება არის. ყველა ასე თქვათ ქვაღორგის მომპოვებელი ლიცენზია. ყველა მშენებელი კომპანია, მაგალითად, რა ვიცი, არქი, ანაგი, სერპანტინი, ჯეუ გრუპი, ყველა არის ბიზნეს ივანიშვილის ან პირდაპირ საკუთრებაში, ან ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირების საკუთრებაში, მაგალითად ივლიანე წულაიეს და ასე შემდეგ. აქ საუბარია იმაზე, რომ ეს ფული რაც უნდა შემოვიდეს ამ ქვეყანაში, აი არაბული ინვესტიციის სახით და გაურკვეველი აყოთ როდის და როგორ შემოვა, აი ეს უნდა წავიდეს ამ ბიზნეს ივანიშვილის კომპანიებში. ანუ ბიზნეს ივანიშვილის პირადი ინტერესი აქვს, ესმით, ანუ მისი ცემენტით აშენდება, მის მიერ მოპოვებული ქვაღორღით აშენდება და მისი მშენებელი კომპანიები აშენებენ ამ ყველაფერს. ეს არის აი ძალიან ცხადად ჩანს ეს ყველაფერი და მათ შორის ეს ხელშეკრულება რო არ არის
გასაჯაროებული, ამის დასტური არის კიდე ერთხელ და სპეციალურად არ ხდება ამის გასაჯაროება. ამიტომ ყველამ კარგად იცოდეს, რომ ინვესტიციები კარგია ყველა, ჩინურიც, არაბულის და განსაკუთრებით ევროპული და ამერიკული, მაგრამ ამ შემთხვევაში ქართული პრაქტიკა აჩვენებს, რომ ყველა ასეთ ინვესტიციას აქვს ბიძინა ივანიშვილის პირადი დაინტერესება და ეს კაცი ამ ქვეყანას წოვს აი ამ რესურსებს. დიდი მადლობა, ეს ცალკე ერთი დიდი საკითხია, რაზეც აუცილებლად შეგაწუხებთ და კვლავ შევთავაზებთ მაყურებელს თქვენ ძალიან კომპეტენტურ მოსაზრებებს. მადლობა რომ იყავით ჩვენ. მადლობა თქვენ. ლაშა ფარულავა, დავით მჟავანაძე.